მოგესალმებით მეგობრებო, Go Group Media და ანალიტიკური პლატფორმა ქართულ-აფხაზური კონტექსტი აგრძელებს თავისი ინტერვიუების სერიას. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიკოსი ბექა კობახიძე. მოგესალმებით ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დათანხმდით ჩვენს მოწვევას. როგორც წესი, ჩვენი ინტერვიუების სერია თქვენს თუ გინახავთ, არ ვიცი რამდენიმე ინტერვიუ ამ ჩვენი სერიიდან ვიწროდ შეეხება კონფლიქტების თემას, ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება, თუმცა იმდენი რაღაცა ხდებოდა ისეთი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ, პატარა კონტექსტივით რომ არ მიმოვიხილოთ რა ხდება ახლა ჩვენს თავს, ამის გარეშე ვერ ჩვენ შიდა საქმეებზე და ვერ ჩვენს კონფლიქტებზე ვერ ვისაუბრებთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ახლა რაზეც ყველა საუბრობს და რაც მიმდინარეობს, ეს რა თქმა უნდა უკრაინის მოვლენებს შეეხება, ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას რამე მხრივ და რაიმე გზით დაასრულოს, თუნდაც ცირეხნით დაასრულოს ეს ომი უკრაინაში. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ ყველაფერს, რაც ახლა მსოფლიოში ხდება და რას გვიქადის ეს ყველაფერი ჩვენ როგორც ერთ-ერთ აქტორს, ერთ-ერთ სახელმწიფოს? ხო, ტრამპი არ განეკუთვნება ამერიკის პოლიტიკოსთა იმ ჯგუფს, რომელიც თვლის, რომ ლიბერალური ინტერნაციონალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვანია და ამერიკა უნდა იყოს ამისი დარაჯი, მცველი, თქვა დემოკრატიის, სუვერენიტეტის პრინციპის, ტერიტორიული მთლიანობის უღრუობის პირიქით თვითონ ეს განცხადებები, რაც გრენლანდიაზე აქვს, ქმედებები არ ვიცით წინ არის თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერბალურ დონეზე გრენლანდია იქნება ეს, პანამა იქნება თუ კანადა იქნება. ფაქტობრივად იმეორებს იმას, რასაც პუტინი ამბობს ხოლმე მის სამეზობლოზე, მათ შორის საქართველოზე და უკრაინის ტერიტორიებზე, ხო? ეს პრინციპულად ცვლის საერთაშორისო ურთიერთობებს. მეორე მხრივ ევროპა ხედავს, რომ უკრაინა მისი უსაფრთხოების მცველი არის და სანამ რუსეთი არ გადმოსცილებია უკრაინას, მანამდე ევროკავშირი როგორც ინსტიტუცია და ნატო როგორც ინსტიტუცია არიან დაცულები. ამიტომ ევროკავშირისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ რუსეთმა არ გადაყლაპოს უკრაინა. მაგრამ ამერიკის გარეშე ამის გაკეთება ძნელია, თუმცა ამერიკას უნდა ომის დასრულება, ხო? ანუ ნებისმიერ ფასად უნდა ამ ომის დასრულება, თუ არის რაღაცა წითელი ხაზები, რასაც ამერიკა რუსეთს არ გადაალახინებს, ამას ვნახავთ, ეს გამოჩნდება, არ არის ჯერ მკაფიო. მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე უარესი სცენარი არის, თუ გაყოფა მოხდა რაღაც, ანუ კორეული სცენარით, ხო, რაღაც პოკროვსკთან, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქების საზღვარზე, თუ მოხდა ესეთი გაყოფა, სადაც აღმოსავლეთში დარჩება ევრაზიული ავტოკრატია, ტოტალიტარული რეჟიმი, ხოლო დასავლეთი მხარე უკრაინისა იქნება ევროპის ნაწილი, ხო? ასეთ შემთხვევაში გეოგრაფია კარნახობს იმას, რომ სამწუხაროდ საქართველო რჩება აი ამ ბნელეთის მხარეს და ბნელეთის ნაწილად და ახლა ჩვენ რასაც უყურებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რომ ავტორიტარიზმი უკვე შემდგარი, ფაქტობრივად კონსოლიდებული არის და ახლა როცა საუბრობენ პარტიების აკრძალვა გაუქმებაზე, ეს არის უკვე დიქტატურისკენ გადადგმული ძალიან სწრაფი და ხელშესახები ნაბიჯები, რაც განპირობებული არის აი ამ გეოპოლიტიკით, ხო? ქართული ოცნების ხელისუფლება ემგვანება განზრახ და მიზანმიმართულად იმ გარემოს, რომელ გარემოშიც შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შედეგად. ხო, პრინციპში მე მგონი თქვენს ორივე კითხვის ორივე ნაწილს გავეცი პასუხი. კი ბატონო, მე მაინტერესებს ახლა უშუალოდ ჩვენს კონფლიქტებზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან, რადგანაც თუ ჩვენ ამას უყურებთ და განვიხილავთ ისე, რომ ფაქტობრივად ეს მსოფლიო მშვიდობის პრინციპით შემოდის, ხო? ტრამპი და რაღაცა წინა საარჩევნო რიტორიკაშიც იყო
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი რამე რაც დაიწყო ეს კონტაქტების დამყარება იყო უკრაინასთან, რუსეთთან ამ ომის დასამთავრებლად, ერთ-ერთი კონფლიქტი, რომელშიც პირდაპირ არის ჩართული რუსეთი და ოკუპირებული აქვს ტერიტორიები საქართველოში, ეს არის ჩვენი კონფლიქტები, შეუძლებელი არის რომ ეს ტალღა რაღაცნაირად ჩვენს კონფლიქტებსაც არ შეეხოს ამა თუ იმ გზით. თქვენ როგორ ფიქრობთ რა ამ თვალსაზრისით რა შეიძლება? ახლა ჩვენი სამხრეთ კავკასიის რეგიონი ზოგადად საითკენაც მიდის, ეს არის 3+3 ფორმატი. რაც გულისხმობს იმას, რომ დასავლეთი ისედაც ფაქტობრივად განდევნილი არის, ხო? რეგიონიდან ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამ ამერიკაში ტრამპის მოსვლის შემდეგ ალიევმა დასავლეთის ფორმალური ყოფნის ბოლო ნაშთებიც ამოაგდო აზერბაიჯანიდან, ანუ წითელი ჯვარი იქნებოდა ეს თუ USAID თუ სხვები და სხვები, ესენი ამოძირკვა აზერბაიჯანიდან. ჩვენ ხედავთ ტენდენციებს საქართველოში რა მდგომარეობა არის, რომ არათუ ქართული ოცნება ხელს ვერავის ვერ ართმევს, არამედ უკვე საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ SWIFT-ის სისტემიდან რომ გაითიშოს საქართველოს რაღაცა ეროვნული პლასტიკური ბარათები დაერგდეს. ანუ ესეთი რაღაც მე ნანახი მაქვს 2022 წლამდე ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, სადაც იყო პლასტიკური ბარათები, რომელიც ამ ლუგანსკის და დონეცკის გარდა არსად არ მუშაობდა, ხო? რომ ანუ ამ თანახება რომ ამისთვის ვართ მზად, ანუ ერთადერთი სომხეთი არის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს რომ აი against all odds რომ ეთქვიან ინგლისურად ყველა წინაღობის მიუხედავად იაროს დასავლეთისკენ და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მიიღეს გადაწყვეტილება მათ. ხო და აი ესეთი გარემო, ნუ თან ხედავთ ხო თურქეთშიც გვაქვს ჩვენ ფაქტობრივად დიქტატურის გაფორმების პროცესს უყურებთ თურქეთში. აქეთ არის ირანი. ნუ რუსეთი ხანგრძლივად იქნება დიდი ჩრდილოეთ კორეა, ესეთი პერსპექტივა. და ესეთ გარემოში, საიდანაც დასავლეთი და საერთაშორისო სამართალი განდევნილია, ეს რეგიონული სახელმწიფოები, თურქეთი, ირანი და რუსეთი დომინირებენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ფაქტობრივად აი ეს ჩვენი ოკუპირებული რეგიონებიც, აფხაზეთი და ცხინვალი, რომლებიც აქამდეც პრინციპში რუსეთის ექსკლუზივი იყო, ხო? და აი ახლა კიდევ უფრო მეტად, ახლა ქართული ოცნების leaderships გარკვეული ყალბი იმედები აქვს, მართლა აქვს ეს იმედები თუ ეს უბრალოდ სალაპარაკო არის, მოსახლეობასთან სალაპარაკო თემა არის, რომ აი ამ მშვიდობიანი რეინტეგრაცია მოხდება ამ რეგიონებისა რუსეთთან დაახლოების შედეგად ეს სულ ცრუ და ტყუილი იმედები მგონია, რადგანაც რუსეთს აქვს ისტორიის თავისი ხედვა. ძალიან კონკრეტული ხედვა აქვს. რუსეთის ხედვით მან ეს ტერიტორიები მოიპოვა უბრალოდ. ხო, ნუ ისტორიის მანძილზე აფხაზეთი ააშენა რუსეთმა და აი 2008 წელს ცხინვალში იომა და ომით მოპოვებულს ეს რაღაცა საქართველოს არ დაუთმობს. ადრე იყო ხოლმე 90-იანებში რუსები ამბობდნენ ეს რამეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთ სახელმწიფოში შეიძლება იყვნენ მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში. ხო, ანუ ასეთი რაღაც თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ისე პრაქტიკულად რომ თუნდაც სატელიტი სახელმწიფო იყო და შენ რაღაც ამის გამო მოგცენ, ეს არ ჩანს. უფრო მეტად ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც კი სატელიტურობის შემთხვევაშიც კი არ წამოვა რუსეთი საქართველოს მაგალითად ტერიტორიულ მთლიანობაზე. არა, გამორიცხულია, რატო, რაში ჭირდება? ანუ ასედაც და ისედაც დამორჩილებული ყავხარ და ანუ რაღაცის გაცემა, რაღაცის მიღების სანაცვლოდ ხო ხდება რა, ანუ შენ რას აძლევ, რომ იმან ეს ტერიტორიები დაგითმოს? ანუ რისი გარიგების საშუალება გაქვს? არც არაფერი. ახლა ჩვენ ხედავთ ხო, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ყოველი შემდეგი რაუნდის შემდეგ, როგორც ძველებურად ეს იყო, თქვა თუნდაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მიდის იგივე ზეწოლა, რომ
საზღვრების დელიმიტაცია, ჭყალებში საზღვრების ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან, დელიმიტაცია დემარკაციაზე დაიწყოს მუშაობა და ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმება დაიდოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან. ხო, ანუ აქ არაფერი არ შეცვლა, ახლა ჩვენ ვნახეთ ბჟანიას გადადგომის შემდეგ ინალარძიმბას დოკუმენტები, ხო, სადაც თითქოს რუსები წინასაარჩევნოდ ფორმალურ დათმობებს თხოვდნენ აფხაზებს ქართველებისადმი, რომ ქართულ ოცნებას სალაპარაკოები გქონოდა წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან, რომ აი მათი პოლიტიკის შედეგად რაღაცა პოზიტიური დინამიკა არის. აფხაზებმა ეს არ დაუშვეს და ანუ რას ქვია ახლა აფხაზებმა არ დაუშვეს, ხო? რომ რუსები სათანადოდ მიაწვნენ აფხაზებს და ოსებს, რა ახლა ვის აქვს აქ იმის თავი, რომ რუსებს დაუდგეს. ანუ ესეთი შემთხვევები ჩვენ ადრეც ჰქონდა, ხო, როცა საქართველოს პატრიარქმა პირადად სთხოვა რუსებს, რომ თუ შეიძლება აფხაზეთში ჩავიდე, იმიტომ რომ ფიჭვინთის მიტროპოლიტი არის საქართველოს პატრიარქი და თუმცა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ასეთად არ იხსენიებს მას. და რუსებმა აფხაზებს უთხრეს, რომ ქართველებმა ეს გთხოვესო და ეგებ შემოუშვათ საქართველოს პატრიარქიო. აფხაზებმა თქვეს არა და რუსებმა ამათ მოუბრუნდნენ და საქართველოს საპატრიარქოს როდინდელი ამბობს. ეს არის ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლება იყო თუ არ ვცდები. აი 15 წლის ამბავი იქნება ალბათ. ხო, ანუ რუსებმა ისე უთხრეს საქართველოს საპატრიარქოს, რომ არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი, რომ გეგონება რაღაც აი ზეწოლის ბერკეტი და მექანიზმი არ აქვს აფხაზებთან მიმართებით, ხო? ანუ ესე რაღაცა ცრუ ილუზიური დამოკიდებულების შექმნა შეიძლება იყოს გარკვეულ ეტაპებზე, მაგრამ რაღაცა ტერიტორიული მთლიანობის ადგენა ნაკლებად. ანუ ეხლა საქართველოს რო იყოს, ვთქვათ, ისეთ გარემოში, რომ ხვალზე წევრიანდება ნატოში და ევროკავშირში და რუსეთი ამას ვერ აჩერებს, ასეთ შემთხვევაში რუსეთი შეიძლება კონფედერაციაზე ეფიქრა და ამ კონფედერატიული ერთეულებით დაებლოკა ეს ინტეგრაციის პროცესი, მაგრამ საქართველოს დაბლოკილი არის ისედაც ხო ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ეს ამ გზაზე ევროატლანტიკურ გზას საბოტაჟი აქვს უკვე გაწეული თვითონ თბილისში არსებული ხელისუფლების მხრიდან და რუსებს არ სჭირდებათ არაფერში რაღაცა ახალი გარიგებების მოგონება, ძალიან მშვენიერი სტატუს კვო აქვთ. ამ უკრაინის ომის ფონზე ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდებოდა თვითონ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ცხინვალის რეგიონზე ალბათ უფრო ნაკლებად აისახა ეს ამბავი გარდა იმისა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის მებრძოლი წავიდა სტატისტიკურად ცხინვალის რეგიონიდან, რასაც მეტყოლებს ასევე დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც პირდაპირ სტატისტიკას არ ამბობენ. თუმცა აფხაზებმა შეგვიძლია პირდაპირ თქვათ, რომ ნაკლებად იომეს უკრაინის ომში, ნაკლებად წავიდნენ გარდა იმ 1-2 დაჯგუფებისა, რომელიც ისედაც უკვე 2014 წლიდან იბრძოდა დონბასში, პიატნაშკა და სხვა ახრაავიცბას ხალხი და გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინის ომის ფონზე, როდესაც მთელი თავისი გეოპოლიტიკა გადაალაგა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მკაცრად მოკიდა ხელი კავკასიის რეგიონს და მათ შორის აფხაზეთსაც. იყო ჩვენ ნახეთ მცდელობები არაერთი კანონის გატანის აფხაზეთში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ მძლავრად დაუპირისპირდა. გარკვეული ტიპის ეკონომიკური სანქციებიც ვიხილეთ რუსეთის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით თითქოს რუსეთი ერთი მხრივ ზეწოლას ახდენს აფხაზეთზე. მაგრამ თლად ბოლომდე ის მექანიზმებს და იმ ბერკეტებს, რომელიც გააჩნია, რადგანაც აფხაზეთის ეს მდგომარეობა თავიდან ბოლომდე ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით მიმულია რუსეთზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თითქოს რაღაცა ავტონომიურობის საშუალებას უტოვებს და სხვა გზებით, არაპირდაპირ არახისტი გზებით ცდილობს ამის მოსპობას, როგორც არის მაგალითად სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევა. ახლა ეგრეთ წოდებულ ინოაგენტებად გამოცხადება აფხაზი ჟურნალისტები. აი ამ პოლიტიკაზე რა სიტყვით, რა ასაკეთებს რუსეთი უკრაინის ომის ფონზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?
ხო, რუსეთს რასაკვირველია სტატუს quo არ აკმაყოფილებს, რუსეთი იმპერია არის, ხო? მოდი დავიწყოთ აქედან, რასაც ის კავკასიაში აკეთებს, ეს არის კოლონიალიზმი, ხო? და რუსეთს უნდა აფხაზეთის კოლონიზაცია, ხო? ეს უნდა იყოს რივიერა, როგორც მოიხსენიებდნენ, ხო, შეგადამოვნა. აი როგორც სოვიეთ რივიერას როგორც ხო, უნდა დაბრუნდეს ეს რივიერას სტატუსი. უნდა აითვისონ ეს რუსმა ინვესტორებმა ეს ბიჭვინთის აგარაკების თემა არ არის შემთხვევითი ამბავი, ხო? ანუ აქ ისტორიულ აპარტამენტების თემაც მაგაზე ეს ისტორიულ მეხსიერებას მნიშვნელობა აქვს, ხო? ახლა ბიჭვინთა მართლა ულამაზესი არის და რა ვიცი, მართლა მარგალიტი არის, ხო? ამის დაბრუნება და მე მთელი ამ შავ ზღვის სანაპირო ზოლის კოლონიზაცია და ამის ყველაფრის ფულით ყიდვა. ხო, აქ გადასალახი ეტაპი არის აფხაზური კანონმდებლობა, რომელიც რაღაც ეთნონაციონალიზმზე არის ფაქტობრივად პირდაპირ დაფუძნებული ეს კანონმდებლობა, არ შეესაბამება არანაირ საერთაშორისო სტანდარტებს და არც 21 არამედ მე-20 საუკუნეს, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული კანონმდებლობა აფხაზური არის ისეთი, როგორიც არის და ის კრძალავს ამ მიწების გაყიდვას. ახლა რუსეთი ნელ-ნელა ეტაპობრივად აკეთებს ამას, ანუ არ უნდა რუსეთს რომ აფხაზების კოლექტიურ ცნობიერებაში დაიმკვიდროს ზუსტად ტოლი ადგილი და ტოლი და სწორი ადგილი, როგორც ქართველებმა, ხო? ჯერ ერთი იმიტომ რომ რატომ გააკეთო ესე ხისტად თუ შეიძლება იგივეს გააკეთება და იგივე შედეგზე გასვლა რბილად. მერე აფხაზები მარტო აფხაზები ხო არ არიან, არა რომ ანუ ახლა აფხაზეთში რომ შევარდე და ცეცხლთა מחვილით იქ მშენებლობები დაიწყო და რუსების ჩამოსახლება და კოლონიზაცია და პოლიციური რეჟიმი რუსული ძალით დაამყარო აფხაზეთში, ამას ჩრდილოეთ კავკასიელები უყურებენ, სხვა ხალხები უყურებენ და არავისთვის არ იქნება ეს მოსაწონი. ანუ რუსებმა ანგარიში უნდა გაუწიოს, უნდა თუ არ უნდა, როგორი დიქტატორული რეჟიმიც არ უნდა იყოს, უნდა ანგარიში გაუწიოს მის შემადგენლობაში მყოფი ხალხების მოსაზრებებს. აფხაზების მდგომარეობა გამოუვალი არის, შეიძლება ითქვას. იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც შენი სახელმწიფო ბიუჯეტის 60% დაახლოებით პირდაპირ სხვა სახელმწიფოს დოტაციაზე არის დამოკიდებული, როდესაც ყველა შენი მოქალაქე უცხო სახელმწიფოსგან იღებს პენსიასა და სოციალურ შემწეობას, როდესაც ენგურჰესის არსებობის მიუხედავად შენ ენერგოდამოუკიდებლობაც არა გაქვს, ხო, ნუ ეს კაი პასპორტიზაციაც მნიშვნელოვანი ნაწილი არის. რა თქმა უნდა, ადგილების საშუალება ერთად. რა თქმა უნდა, ხო, ანუ არაფერი არა ხელში ტრამპმა რო თქვა რა, რომ შენ ხელში კარტები არ გიჭირავს. ანუ არანაირი კარტები აფხაზებს არ უჭირავს, თუმცა გასაგებია ახლა მათი პატრიოტული გრძნობები და ნაციონალიზმი და ეს რომ უნდათ ეს რაღაცა როგორც შენი ამას უყურებენ რაღაც სუვერენიტეტის ელემენტების შენარჩუნება, მაგრამ ესე არ ხდება. ამას სუვერენიტეტი მაგრდება ხოლმე კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლებით, სამხედრო მაჩვენებლებით და როცა ყველაფერი დამოკიდებული არის რუსეთზე, მცირე ასე ვთქვათ, სასუნთქი გზების გადაკეტვა და მერე აფხაზურ ხელმძღვანელობასაც და მოსახლეობასაც უწევს დათმობაზე წასვლა. ეხლა რაც შეეხება ამ აგენტების კანონს, ხო, ეს რუსული კანონი, რომელიც თქვა სხვათა შორის საქართველომდე დააინიცირეს აფხაზეთში, მაგრამ ფორსირება სადეს საქართველოსთან ერთად. აი საქართველოში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ყირგიზეთში და რესპუბლიკა სერბსკაში ერთდროულად მოხდა 2024 წლის აპრილში ამისი ფორსირება. რატომ არის ეს ახლა მნიშვნელოვანი, ხო? რომ ვინ ტეხს განგაშს და ამბავს ამ რუსეთის მხრიდან ზეწოლის პირობებში, ხო? ისევ ის მედია, ისევ ის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არ არიან რუსეთის სახელმწიფოს ჯამაგირზე დამოკიდებულები. ხო, თუ ამ ხალხს მოიშორებ, გააჩუმებ, თან ძალიან მძიმე პირობებით არის ეს
რედაქცია შესული, ანუ აფხაზური რედაქცია რუსული კანონისა ძალიან ძიმე ანუ ინდივიდებზე ვრცელდება. საბოლოო ვერსია ხო, ფიზიკურ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება, სკოლაში და უნივერსიტეტში სწავლება ეკრძალება. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ წინააღმდეგობის ნებისმიერი ბერკეტის ამოგდების, ამოძირკვის მექანიზმი არის, ხო? ეს თუ მოხდა მერე, ვინ არის, ანუ ვინ აორგანიზებს წინააღმდეგობას? ხო, თუ ყველა გადავიდა რუსულ უკმაპურზე, ვინ აორგანიზებს წინააღმდეგობას? ხო, ანუ ეს არის ეტაპობრივი მოხჭობის მცდელობა. თქვენ ანუ მე როგორც ხვდები თქვენი ნათქვამით ამაზეც იყოფა ხა აზრები, ზოგი ფიქრობს რომ შეიძლება რაღაცა პერიოდი მათ გასტანონეს წინააღმდეგობა, ზოგი ფიქრობს რომ შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, ზოგი ფიქრობს რომ რუსეთს შეიძლება საერთოდ რაღაც მომენტში კვეთრად შეცვალოს პოლიტიკა და პირდაპირ ულტიმატუმებით წაუყენეს რუსეთს. თქვენ როგორც ხვდებით უფრო იმ გუნდს მიეკუთვნებით ამ შემთხვევაში, რომელიც ფიქრობს რომ მათ დიდხანს არ ეყოფათ ეს რესურსები წინააღმდეგობის. გააჩნია რუსეთი რამდენად ძლიერად ჩააჭერს. ახლა აფხაზებს წინააღმდეგობის რესურსები აქვს ძალიან ცოტა. ხო, რამდენად მეტად ჩააჭერს, ახლა რაც შეეწირა ბჟანია, ხო? ბჟანია ამ საკითხებს შეეწირა მთლიანად ინვესტიციების თემას, რომელიც სხვათა შორის ეს ინვესტიციების საკითხი იმით იყო საინტერესო, რომ თუ სხვა თემების დროს ეს ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები, ვიზას თქვენ იზაუბრეთ, ჟურნალისტები, ექსპერტები საკმაოდ აქტიურობდნენ და ხალხთან ხმა მიქონდათ, რატო შეიძლება ესე თუ ის კანონი დამაზიანებელი ყოფილიყო აფხაზეთისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ეს ინვესტიციების თემა იყო ისეთი საკითხი, სადაც ადგილობრივ ბიზნესსაც მაინც და მაინც პოლიტიკით შეიძლება არ ყოფილიყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ადგილობრივ ბიზნესსაც შეეშინდა, რადგანაც ძალიან უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს ბიზნესი, ეს გადაწყვეტილება რუსულ ბიზნესს. თქვათ რა ვიცი, ერთ აფხაზ ადამიანს ბიზნესმენს აქვს გახსნილი რესტორანი, მეორე რუსი გაუხსნით გვერდზე, ამ რესტორანში იმ რესტორანში ის გადასახადებს არ იხდის არანაირს და მეორე ელემენტარული თავისუფალი ბაზრის პრინციპებით დაიძირება აფხაზურის და ამისაც შეეშინათ ამანაც განაპირობებად. ბევრი მიმართულება არის, ხო? ბევრი მიმართულება არის, ხა იქ აპარტამენტები, მიწები, ბიზნესი, ანუ სხვადასხვა მიმართულება არის. და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთად აღებული ემსახურება კოლონიზაციას, ანუ იქ endgame რომ იტყვიან რა, ბოლო ჯამი უნდა იყოს ამისი ის, რომ ელიტა აფხაზეთის სანაპიროზე, ამ რივიერაზე უნდა იყოს რუსული, ან შეიძლება ამაში შერეული იყოს მთლიანად რუსიფიცირებული აფხაზობა და დანარჩენი შეიძლება იყოს მომსახურე პერსონალი, ხო, რამდენ ადამიანზე არის ლაპარაკი ახლა, ხო? დაახლოებით 100,000 ეთნიკური აფხაზი, მეტად თუ ნაკლებად დაახლოებით 100,000 ეთნიკური აფხაზი შეიძლება იყოს, ხო? 100, 120 ამბობს ზოგადად, მაგრამ ეს არ არის. ამას 100 იქნება თუ 120 იქნება თუ 90 იქნება, არა აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ხო, ანუ ძალიან კონკრეტული და მე როგორც ისტორიკოსი რო ვკითხულობ ხა მეფის რუსეთის დროინდელ პოლიტიკას, დამოკიდებულებას აფხაზეთისადმი, ანუ საერთოდ ან გონში არ მოსდიოდათ ხა მაშინ რომ ეს აფხაზეთი არის საქართველო, ხო და უყურებენ რომ ეს ყოველთვის არასდროს არ ყოფილა საქართველო, როგორც პრინციპში რუსები და აფხაზები ერთ და იგივეს ამბობენ ამ შემთხვევაში, მაგრამ რუსები ამატებენ, ანუ აფხაზებთან ამბობენ რომ ეს არის ჩვენი მიწა, რუსებისთვის ეს არის ასეთ მოპოვებული კოლონია, სადაც მათ ააშენეს რაღაცა შექმნეს ინფრასტრუქტურა და აქვთ ლეგიტიმური უფლებები. ახლა თქვენ თვითონვე გადახვედით ამ თემაზე პრინციპში და დაუბრუნდეთ თქვენს პირვანდელ თქვენს თავარი პროფესია, აქამდე ახლა რაღაც უფრო პოლიტოლოგიური შეფასებები იყო, რაზეც ვისაუბრეთ. აფხაზეთის თემაზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი იყო თქვენს გარშემო, როდესაც თქვენ Facebook-ზე გამოაქვეყნათ ერთი წელი იქნება ალბათ, ხო, დაახლოებით გასული ამის შემდეგ, ხო, შეიძლება მეტიც. ჩვენ მაშინ გვინდოდა თქვენი მოწვევა სამწუხაროდ საქართველოში არ იმყოფებოდით და ვერ მოგიწვიეთ, თუმცა სხვა ადამიანებს ვასაუბრეთ ამ თემაზე, რადგან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დაახლოებით შინაარსი ის იყო თქვენი პოსტის, როგორ გაუცხოვდა აფხაზეთი და აფხაზი ხალხი საქართველოსადმი, სადაც ისტორიული თვალსაზრისით მოკლე პოსტი იყო, მაგრამ Facebook-ისთვის საკმაოდ ხანგრძლივი ვრცელი პოსტი იყო.
სადაც თქვენ მიყევით ეპოქა და ასე ვთქვათ, რა მოხდა, რა დროს მოხდა, როგორ მოხდა ეს პროცესები. ერთი მხრივ მე არ ვფიქრობ, რომ ეს პოსტი აფხაზებისთვის დიდად მოსაწონი იყო, იმიტომ რომ მან საერთოდ არ იყო ამაზე ამ მხრივ პრო-აფხაზური ელემენტები ამ პოსტში, მაგრამ მეორე მხრივ ეს პოსტი უპირისპირდებოდა ასევე ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულ გარკვეულ ნარატივებს. ერთი მხრივ ორი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. ერთი თქვენ რამ გიბიძგათ ამის დაწერა, რატო ჩათვალეთ, რომ ეს იყო დროული, ან რატო ფიქრობთ, რომ ეს დისკუსია საერთოდ დროული იყო და მეორე რას ფიქრობთ აი ამ გამოხმაურებაზე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისტორიკოსთა და არა მხოლოდ ჟურნალისტი, კომენტატორი, არავინ არ დარჩენილა, ვინც ამ თემას არ შეეხო, ხალხმა პირადი პარტიული პრეფერენციებიც კი დაივიწყა და რა ვიცი, პირობითად კოცინაცი ერთ მხარეს დადგა და ნუ აი მთელი დიდი აუზაური გამოიწვია ამ ამბავმა. და რატომ არის თქვენი ეს საკითხი დღემდე ასეთი მგზნობიარე ქართველებისთვის? ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველებს გვაქვს რაღაცა ჩვენი ისტორიის grand narrative რომ ეთქვენ, ხო, დიდი ნარატივი რაღაც, რაც ყველას სჯერა, ანუ უმრავლესობას სჯერა და ეს რაღაცა ერთგვარად იდენტობაზე არის ეს ამბავი გადამული. ეს ნარატივები შექმნილი არის, არ არის რაღაცა ფარნავაზის და დავით აღმაშენებლის დროს შექმნილი, ეს არის საბჭოთა დროს არის ბევრი რამ შექმნილი. ხა ჩვენ რო ავიღოთ ეს ციგნი დაპატიმრებული ისტორიას რო უწოდებენ, ანუ საქართველოს ისტორია, რომელიც დაიწერა 1953 წელს, უკვე მაშინ პერიოდისთვის გარდაცვლილი ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯარნაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის ავტორობით, ხო? საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 19 საუკუნემდე. ეხლა ეს ციგნი რო დავიდოთ 53 წელს, თან დადასტურებული ფაქტია, რომ ეს ციგნი დაარედაქტირა სტალინმა პირადად. ეს ციგნი რო წავიკითხოთ ეხლანდელი ისტორიის ჩვეულებრივი სახელმძღვანელოები ეხლა რას წერენ ისტორიკოსები. სრული კორელაცია არის ერთმანეთში, ხო? ანუ მე-19 საუკუნეზე მე-19 საუკუნეზე ავტორები განზრახარ შეეხნენ, იმიტომ რომ საბჭოთა დრო არის მე-19 საუკუნეში უკვე რუსეთი შემოდის და სხვა ნარატივები ვრცელდება, მაგრამ მე-19 საუკუნემდე აი ეს დამკვიდრებული ნარატივები საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა. პრინციპში პროფესიული ისტორიოგრაფია საქართველოში ვითარდება, ან ჩვენამდე ჩანასახები გვაქვს, მაგრამ საფუძვლიანად ვითარდება საბჭოთა დროს. 1921 წლამდე პროფესიული ისტორიოგრაფია ჩანასახოვან პოზიციაში იყო საქართველოში. ხო და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ასევე საბჭოთა აი ამ როცა ამას ვკითხულობთ, რომ რატომ არის ეს სენსიტიური, უნდა გავითვალისწინოთ საბჭოთა ეროვნული პოლიტიკა, ხო? და მისი დინამიკა, მისი განვითარება. 1920 წლებში ჩვენ გვაქვს კორენიზაციის პოლიტიკა ეროვნებებისადმი, ანუ რაღაც კორენ როგორც ფესვი, ფესვებთან დაბრუნების, ანუ აი გაეროვნულების ასაც ლენინი ემხრობოდა ძალიან. ხო, ეს ლენინის შექმნილი არის ეს პოლიტიკა, მე 30-იან წლებში სტალინი ამას აუქმებს და ეს თავის დროსაც ხო ეწინააღმდეგებოდა, ხო იყო იქ უთანხმოება ამ თემასთან დაკავშირებით. ტიტულარული ერების პოლიტიკა მე რომ ანუ არის მასპინძელი ერი და დანარჩენები სტუმრები არიან, ეს არ მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან ესე იყო მთელს საბჭოთა იმპერიაში და ეროვნების გრაფაში ჩანაწერი და ეროვნება ახლა თანამედროვე გაგებით nationality ინგლისურად რასაც ქვია, ეს კი არ არის, ეს არის ეთნიკურობა, ის ჩანაწერი, ხო? ანუ ეთნიკურად იყვნენ ადამიანები დაყოფილები და ის პოლიტიკა რაც მერე ბერიამ და სტალინმა გაატარეს აფხაზეთში, შემდეგ აფხაზების მხრიდან ამ რევანშის მცდელობა უკვე ხრუშოვის პერიოდში და შეიქმნა აქეთ-იქით აი ბრუნო კოპიტიერს აქვს ამაზე სტატია, რომ შეიქმნა აი ინტელიგენციაში განსაკუთრებით აი ფილოლოგებში, ისტორიკოსებში, არქეოლოგებში, აი ეს ქართული მიმართულება, პროქართული მიმართულება და მეორე მხრივ აფხაზეთში შეიქმნა აი ეს ძიძარიები და სხვები ექსკლუზიურობაზე ბრძოლა დაიწყო, ხო? რომ აქეთ სამხარეს ამყარებდა ინგოროყვას თეორია
და ინგოროყვას თეორიის თანახმად, რომ იქ ავტოქტონები არიან მხოლოდ ქართველები და აფხაზები არიან გვიან ჩამოსულები, ხოლო აი აფხაზებში პირიქით აქვს, რომ აფხაზები არიან ადგილობრივი ერი და ქართველები შემდეგ მოსული დამპყრობლები, ხო? კოლონიზატორები. თითქოს რაღაცა ან ერთის უნდა იყოს, ან მეორესი უნდა იყოს და ამაზე მსჯელობა მიდის აისტორიულად, ანუ ანტიისტორიულად, ანტიმეცნიერული მსჯელობები არის ორივე მხარეს, რომ ეს ორივე მხარეს არიან კალმიანი ჯარისკაცები, ხო, რომლებიც, ვთქვათ, პატრიოტიზმის ნიშით ბევრ ფაქტზე, ბევრ წყაროზე დახუჭავენ თვალს, ბევრს გადააკეთებენ, რა ვიცი, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თავისი ეროვნული ნარატივი დაიცვან და ნუ აქ სად არის ისტორია? სად არის მეცნიერება? რა შუაშია ეს ყველაფერი მეცნიერებასთან, ხო? მე პოლიტიკოსი არ ვარ, ხო? მე რო პოლიტიკოსი ვიყო, საერთოდ არ დავწერდი იმ ბლოგს. ხო, მე ვარ ისტორიკოსი და მე რასაც ვთვლი, რომ სიმართლეა და როგორც მე უყურებ ამ ისტორიას, დავწერე ისე, ხო? ანუ არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მე არ მაქვს ამ შემთხვევაში და არანაირი შერჩეული დროის მონაკვეთი არ მქონია, რომ აი ახლა ეს შევარჩიე, რომ რაღაცას დავამთხვიე. არაფერზე არ დამამთხვევია, უბრალოდ იმდენი სიგიჟე არის გარშემო. აი ამ ისტორიკოსთა უმების შედეგად სასაცილომდე, აი კურიოზულ მაგალითებამდე მისული შემთხვევები, რომ რაღაცა ვიღაცამ საღიაზრო უნდა თქვას, ხო? ანუ რეაქცია მე რასაც დავაკვირდი იყო ის, რომ აი ეს აი ამ ნაციონალისტურ ისტორიოგრაფიაზე გაზრდილი ტიპები აფეთქდნენ საქართველოში და სხვათა შორის აი ხალხი, რომელიც თქვათ, აი ამებს, აი როგორი ხალხი იცი, რომ არც დიქტატურის დამყარებაზე არ აქვს საქართველოში პრობლემა, არც იმაზე, რომ ლავროვი გვაქებს, არაფერზე არ აქვს საერთოდ პრობლემა, მაგრამ აი ბექა კობახიძემ რო დაწერა აფხაზეთზე რაღაცა, აი თითქოს ამით რაღაც სამყარო იცვლებოდა, ხო? მეორე მხრივ აფხაზების მხრიდან იყო სიჩუმე, ძირითადად მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრმა წაიკითხა იქ, მაგრამ გამოხმაურებისგან თავის ითარგმნა რუსულადაც ინგლისურად. კი. გამოხმაურებისგან შეიკავეს თავი, იმიტომ რომ როგორც თავად აღნიშნეთ, ეს არანაირად არ ყოფილა პროაფხაზური ბლოგი და უამრავი გამოხმაურება მქონდა, რადგანაც ეს ითარგმნა ინგლისურადაც, უამრავი გამოხმაურება მქონდა დასავლელი კოლეგებისგან, ისტორიკოსებისგანაც და არა ისტორიკოსებისგანაც და ზოგადად გამოხმაურებების შინაარსი იყო ასეთი, რომ როგორც იქნა ვიღაცამ საღი აზრი დაწერა. ხო, ესეთი იყო. მაგრამ როცა ეს კონფლიქტი ესე მწვავე არის და საღაზრს ვცდილობ რომ გააჟღერო, ასეთ შემთხვევაში საღი აზრი არავის არ აინტერესებს, ანუ აქ სიმართლე არავის არ აინტერესებს, აქ ორივე მხარეს აინტერესებს ვისი აფხაზეთი, ხო და არა ის ისტორია როგორც იქ იყო და მე იყო რაღაცა მცდელობები ამ ნაციონალისტებს შორის, რომ აი რაღაცა აი მიკრო დეტალი, აი ვთქვათ გიორგი შარვაშიძე მიცოდა თუ არ იცოდა ქართული ენა, აი თითქოს ეს არის გადამწყვეტი ამ ბლოგში და ეს განსაზღვრავს ამის შინაარსს და ნუ რაღაცა პატარა დეტალებზე გამოკიდება და ხო, ნუ რაღაც ნუ გასაგებია ხა ისტორიკოს და მეცნიერი იმისია რომ მას სიმართლის თქმა უნდა შეეშინდეს მე ახლა არ ვამბობ რომ ჩემი სიმართლე არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ეს არის რაღაცა ღვთიურად გადმოვლენილი 10 მცნებასავით რომლის შეცვლა არ შეიძლება. არა, მე უბრალოდ თავის შემიძლია დავდო იმაზე, რომ დავწერე ის, რასთანაც მე 100%-ით გულსფელი ვარ. რაცშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ კონიუნქტურას არ მოვრგები ვარ და გამოვიყენე ჩემი ცოდნა და პროფესიული უნარები ყოველგვარი კონიუნქტურისა და სიმართლისგან გაქცევის დამალვის გარეშე. ეს რამე ტიპის მონოგრაფიის დაწერას ხომ არ აპირებთ ამ თემაზე, რადგანაც ესეთი ის გამოიწვია. უკვე არა ბლოგის ტიპის, არამედ
კონკრეტული იმის. არა, ეხლა აფხაზეთზე მე ცალკე მონოგრაფიის დაწერას არ ვაპირებ, თუმცა ჩემს მომდევნო მომავალ წიგნში ერთი ეპიზოდი, ერთი მსხვილი ეპიზოდი აფხაზეთის შესახებ იქნება. ეს რომ საზოგადოება არ აღმოჩნდა ამისთვის მზად და ჩვენ პრინციპში ეს დიდად მოულოდნელიც არ ყოფილა რომ საზოგადოება ამისთვის არ აღმოჩნდა მზად, იმიტომ რომ ჯერ ერთი კონფლიქტი საკმაოდ ისტორიული თვალსაზრისით ახლახანს მომხდარია ამ კონფლიქტ დაზარალებული ადამიანები დღემდე ცოცხლები არიან ამ კონფლიქტის კონფლიქტი მოუგვარებელი არის და ყოველდღიური უსაფრთხოების პრობლემას ქმნის და მრავალი მიზეზი არის რატომაც აი ესეთი ტიპის განხილვისთვის ღიაობა არ აქვს საზოგადოებას, მაგრამ როგორც წესი ესე ვთქვათ ჯანსაღ საზოგადოებებში ესეთ თემებს ბიძგს აძლევს ესეთ თემების საუბარს ბიძგს აძლევს აკადემიური წრეები. სწორედ ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც თუ რაღაცა თემა არის მიღებული საზოგადოებაში და უკვე ის აქვს მტვერი აქვს მოდებული ისე რომ არც კი არავინ განიხილავს და რაღაც ჩაწერილია ნარატივში. სწორედ ეს არიან ის ადამიანები, ვინც წამოწევენ ამას თავიდან და მეცნიერების მუდმივი გადააზრების ერთ-ერთი პრინციპიც სწორედ ეს არის. როგორც ჩანს, ქართული ისტორიოგრაფია ამ მხრივ მოიკოჭლებს, ქართული აკადემია ამ მხრივ მოიკოჭლებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ეს გამოხმაურებაც ამის ერთ-ერთი სიმპტომი იყო და ეს ჩემი დასკვნითი კითხვა არის დღეისთვის. ვიცი რომ შეიძლება ამაზე სასაუბროთ ეხლა საუკეთესო დრო არ არის, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას ჩვენ წინ, მაგრამ მაინც რა უნდა გაკეთდეს ქართულ ისტორიოგრაფიაში, ქართულ აკადემიაში, რომ ბოლო-ბოლო თამამად შეეძლოს ადამიანებს ესეთ თემებზე საუბარი. ხო, ველოსიპედის გამოგონება და ახალი ამერიკის აღმოჩენა არანაირად არ არის არც საჭირო, არც აუცილებელი. რა ჭირს ქართულ ისტორიოგრაფიას, მოდი აქედან დავიწყოთ. როგორც თქვით, ქართული პროფესიული სამეცნიერო ისტორიოგრაფია შეიქმნა საბჭოთა დროს. საბჭოთა დროს ეს იყო პოზიტივისტური ისტორიოგრაფია დიქოტომიური მიდგომით, რომ ანუ ყველაფერი არის ან შავი, ან არის თეთრი. ხო, ამ ისტორიაში არიან, აი ისტორიაში პროცესი კი არ არის. რაღაც სოციალური ფაქტორები, გეოპოლიტიკური ფაქტორები, ასე შემდეგ, ეს კი არ ხდება. რაღაცა ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ხო, გმირები და ანტიგმირები არიან ამ ისტორიაში, სუდები და კარგები, რომ ჩვენ ვართ მუდმივად მსხვერპლები. ვიღაცა მუდმივად ჩაგრავს, ამას სოციალური, გეოპოლიტიკური, მიგრაციული რაღაცა ფაქტორები კი არ განაპირობებს. არამედ ვიღაცები ბოროტები არიან და ებრძვიან კეთილებს რა. ნუ ქრისტეს და იუდას ბრძოლა არის ეს მთელი ეს პროცესი. და აი ეს საბჭოთა დროს ეს რითი იყო, ანუ ვინ იყვნენ, აი ორი ყულაბა იყო, ასე რომ ვთქვათ, კაი და ცუდი ხალხის ყულაბები, ასე რომ ვთქვათ. და კარგებში არიან ვინ არის მუშა, გლეხი, პარტია, უფრო ადლეულ პერიოდში მონარქი, ერთპიროვნული მონარქი. ხო და ცუდი ხალხი არიან დასავლეთი, კაპიტალისტები, მუსლიმები, ფეოდალები. ხო? აი ამათ შორის ბრძოლა იყო მთელი ჩვენი ისტორიოგრაფია. ახლა რაც შეეხება პოსტსაბჭოთა პერიოდს, უბრალოდ აი ამ ეს კარგი და ცუდი ხალხი ხო თავთავად ყულაბებში ეყარა და აი კარგ ყულაბაში ვინც იყო იმას მუშას, გლეხის და პარტიის და მეფის ნაცვლად დაეწერა ნაციონალიზმი, უბრალოდ ნაციონალიზმი, ანუ კარგი არის ნაციონალიზმი, რაც რადიკალური უკეთესი და აქეთ ვინც ამ ნაციონალიზმში არ ჯდება ყველა დანარჩენი, ხო? ხშირად გამიხსენებია ხოლმე, რომ 90-იან წლების დასაწყისში დაწერილი დისერტაციები მინახავს, სადაც პირველი 70 ფურცელი არის ხოლმე ილია ჭავჭავაძის ხება დიდება და თან უკონტექსტოდ, ანუ დისერტაციას არც სხვა რამეს ეხება. და რატომ ეს? იმიტომ რომ 5 წლით ადრე ილია ჭავჭავაძის მაგივრად უნდა ყოფილიყო მარქსიზმ-ლენინიზმი. ანუ რაღაცას უნდა შევასხათ ხოთბა, რაღაცა იდეოლოგიურ ზღვა იმაში უნდა მოვაქციოთ და შემდეგ აი ამაზე დაფუძნებით ასე რომ ვთქვათ, შეუტიოთ მომხდურს. ხო, ანუ ეს ინერცია არის ჯერ კიდევ ქართული ისტორიოგრაფიაში და რა არის საჭირო? საჭირო არის ის, რომ მოდერნიზაცია ხო მოხდა თუნდაც ამ ქვეყანაშიც რაღაცეების, ხო? რომ საბჭოთა კავშირი რაღაცეებში ხო დაინგრა, რაღაცა სფეროებში ხო დაინგრა საბჭოთა კავშირი არა და შემოვიდა, ვთქვათ, გაიხსნა
მაგალითად ექიმები უკვე არამხოლოდ რუსულ, არამედ ევროპულ, ამერიკულ სამედიცინო გაიდლაინებს კითხულობენ. შემოვიდა სხვადასხვა დასავლური აპარატურა, ხომ მშენებლობაში სხვა ტექნოლოგიას იყენებენ. სტანდარტები გაჩნდა. სხვა სტანდარტები გაჩნდა, ხო? და ანუ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ, რომ აი მედიცინაში რომ დავრჩენილიყავით იქ, სადაც ვიყავით საბჭოთა დროს. და არ გაგვეხსნა კარი არაფერიახლისთვის, ხო, სად ვიქნებოდით, ან მშენებლობაში, ან ნებისმიერ სხვა მიმართულებაში. ანუ ეს ქართული ისტორიოგრაფია ჯერ კიდევ არის ჩაკეტილი. ხო, ანუ აი ეს საბჭოთა ინერცია, რომელიც თქვათ, მაშინ თუ მუშადაგლეხი იყო, დღეს არის ნაციონალიზმი, მისი შემცვლელი, მაგრამ აი პროცესს ვერ ვხედავთ ისტორიაში. ხო, სახელები, გვარები, წლები, ასე შემდეგ. აი მაგალითად, რო ავიღოთ ისტორიოგრაფია თანამედროვე დასავლური ისტორიოგრაფია არის აუცილებლად მულტიდისციპლინური. ანუ არ არსებობს ისტორიკოსი, რომელმაც იცის მხოლოდ ისტორია და არ იცის მეორე დარგი არაფერი. ანუ მინიმუმ 2 დარგი და რამდენიმე ენა უნდა იცოდეს ისტორიკოსმა იმისთვის, რომ შესაბამისი დონის ნაშრომები დაწეროს. იმიტომ რომ ისტორია არის ყველაფრის ისტორია. ანუ ახლა მე და თქვენ რო აქ საუბრობთ და რო გავალთ ამ ოთახიდან, ეს უკვე ისტორია იქნება ჩვენი საუბარი, ხო? მაგალითად, მე ვერასდროს ვერ ვიქნები მედიცინის ისტორიკოსი, იმიტომ რომ მედიცინა არ ვიცი ელემენტარულად, ხო? ან რა ვიცი, ეს დაახლოებით ჟურნალისტები როგორც უნდა იყვნენ. აი ზუსტად, ხო, რომ აი ესე ცალკე აღებული ჟურნალისტი ხო არ უნდა არსებობდეს. ეკონომიკა უნდა იცოდეს, რომ ეკონომიკა გააშუქოს, პოლიტიკა უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკა გააშუქოს, აი ეს განათლება უნდა ქონდეს. აი ესე არის ისტორიკოსი. ჩვენში ეს არ არის. სამწუხაროდ. ანუ ეს უნდა შეიცვალოს, მოკლედ, ქართული ისტორიოგრაფიის ინტერნაციონალიზაცია უნდა მოხდეს. აი ეგრე უყურებთ თაროს, მაგალითად, ხო, რომ ხარისხიანი წიგნი, ხარისხიანი ინგლისურით ან გერმანულით თუ გნებავთ დაწერილი საქართველოს ისტორიაზე, იმდენი არ გვაქვს, რომ ერთი თარო გაავსოს. და რაც გვაქვს, იმისი 80-90% ისე უცხოელი ავტორების დაწერილი არის. ხო? შესაბამისად, გვაქვს ეს შედეგი, ხო, როცა რაღაცა ნაჭუჭი იკეტები, ვერ ვითარდები. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.